გამარჯობა კიდევ ერთხელ, ჩემ თავზე მოგიყვებით მოკლედ. მე ვარ სალი ძალიძანიშვილი, დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემიაში, მულტიმედია დიზაინის ფაკულტეტი. ბევრი წლის წინ. გრაფიკული დიზაინის შესწავლის სურვილის დროს, მაგ პერიოდში სხვა არჩევანი არც იყო, არ არსებობდა ესე ონლაინ კურსები, არც არსებობდა ალტერნატიული უნივერსიტეტი, მხოლოდ სამხატვრო აკადემიაში იყო შესაბამისი კურსი. გავიარე 4 წლიანი მაგისტრატურა და კურსის დასრულების შემდეგ უკვე დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა, მას შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა, უკვე 13 პლუს წელია, როცა მე მუდმივი სამსახური არ მქონდეს. ამას გადაჭარბებით არ ვიძახი, მუდმივად არის მოთხოვნა ამ საქმეზე, მით უმეტეს თუ კარგად ავღებთ ალღოს და თუ კარგად იმუშავებთ და იქნებით თქვენი საქმის პროფესიონალები, შემიძლია რომ გარანტია მოგცეთ, რომ საქმე არასდროს არ მოგაკდებათ. რეალურად დღესდღეობით უამრავი კურსი არსებობს, უამრავი გზა არსებობს გრაფიკული დიზაინის შესასწავლად. აუცილებელი და საერთოდ არ არის რომ გაიაროთ, ისწავლოთ 4 წელი, როგორც მე ვისწავლე. რა თქმა უნდა, ის 4 წელი მოიაზრებდა ბევრ სხვადასხვა ასპექტს, დამატებით ტექნიკურ სწავლასთან, ჩვენ უამრავი სხვა რაღაცა პროგრამა გავიარეთ და ასე შემდეგ, თუმცა ამ გადმოსახედიდან და ჩემი გამოცდილებიდან, როგორც გრაფიკული დიზაინერის, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არ გჭირდებათ 4 წლიანი განათლების მიღება იმისთვის, რომ გრაფიკული დიზაინერი იყოთ. გჭირდებათ პროგრამების შესწავლა, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ხატვაც არ გჭირდებათ, რომ იცოდეთ და კრეატიული აზროვნება, რა თქმა უნდა, და მონდომება და ბევრი შრომა. მე დღესდღეობით რაც ცოდნაც მაქვს, ვთვლი რომ 90% მოდის ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ანუ დროთა განმავლობაში, შემდეგ მუშაობის დროს შეძენილი უნარებია ძირითადად. პირველი ჩემი სამსახური იყო სტამბაში, იყო ესეთი სტამბა ქედი სტუდიო, იყო მე DGM Media და Alma სარეკლამო კომპანია. სტამბის გამოცდილება ძალიან დამეხმარა, რომ ვიყო უფრო დაკურვებული, დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფი, იმიტომ რომ საკმაოდ სტრესული საქმე არის სტამბაში მუშაობა, ძალიან რუტინული, მოსაწყენი საქმე არის, არაფერი კრეატიული არ ხდება, თუმცა პრაქტიკულ და ტექნიკურ უნარებს შეიძენთ ძალიან ბევრს, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. პირველ რიგში მე რასაც ალბათ ხაზს გავსვავდი, ის არის ის, რომ ვარ ძალიან სწრაფი, თვითონ დიზაინზე მუშაობის დროს, ზოგადად გრაფიკული დიზაინი მხოლოდ რაღაცა ხატვას და რაღაცის კრეატიული შექმნას არ გულისხმობს, უმეტეს შემთხვევაში გვიწევს რუტინული პრაქტიკული საქმეების კეთება და აი აქ ეს ისწრაფე ძალიან გვეხმარება. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ შეიძლება თქვენ პირველ ეტაპზე, პირველ ნაბიჯებს რომ გადადგავთ, რაღაც საქმეები მოგეჩვენოთ მოსაწყენად და გული არ მიგივიდეთ, მაგრამ მეგირჩევდით, რომ აუცილებლად მიიღოთ ესეთი შემოთავაზებები, იმიტომ რომ ყველა საქმე არის თქვენთვის პრაქტიკული გამოცდილება, აუცილებლად მოგცემთ რაღაც ცოდნას, რასაც მომავალში გამოიყენებთ. შეიძლება ის არ მოგეწონოთ ის რაღაცა მხატვრულად, კრეატიულად არ იყოს თქვენთვის ძალიან შემოქმედებითი საქმე, მაგრამ ტექნიკურ სკილებს აუცილებლად განივითარებთ. შემდეგ ჩემი გზა გაგრძელდა არქის ჯგუფში, შემდეგ დანკინში და ვენდიში, ყველგან დიზაინერის პოზიციაზე. პარალელურად მუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებშიც, როგორც ფრილანს დიზაინერი და დღეს უკვე 5 წელზე მეტია ვარ ტერაპაკის გრაფიკული დიზაინერი, დისტანციურად მუშაობ, უკვე წლებია და ეს მაძლევს ძალიან კარგ საშუალებას იმის, რომ მიმოგზავრო, სხვაგანაც ვიცხოვრო და მქონდეს შემოსავალი, რომ უზრუნველყო ჩემი სურვილები. ამ ყველაფერს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მიხვდეთ რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროფესიას, ვერ გეტყვით, რომ აუცილებლად მარტივად იშოვით დისტანციურ სამსახურს. მე პირადად 13 წლის განმავლობაში ძალიან მიჭირდა COVID-მა შეცვალა, მოკლედ ეს ყველაფერი, COVID-ის მერე უფრო მარტივი გახდა დისტანციური სამსახურის პოვნა, დათანხმება უფრო მენეჯერების, რომ სახლიდანაც შეგიძლიათ იმუშაოთ, იმიტომ რომ რეალურად არ გჭირდებათ ოფისში ჯდომა.
დღესაც არ არის ეგეთი მარტივი, ბევრი დაბრუნდა ისევ ოფისში, მაგრამ შესაძლებელია და ბევრი ონლაინ პლატფორმაც არსებობს, სადაც შეგიძლიათ რომ შეკვეთები აიღოთ და იმუშაოთ. თუმცა რთული პროცესია იქ პორტფოლიოს შენება, მაგრამ ამ თემებსაც შევეხებით უკვე კურსის პერიოდში. როგორც შემოქმედებითად, ასე ვთქვათ, ჩემი ნამუშევრების შემოქმედებითად არის მხოლოდ ჩემთვის ძირითადად. არ ვიცი, გაიცანით თუ არა, Behance-ზე შეგიძლიათ ნახოთ, Instagram გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ილუსტრაციების ჩემი სტილი მეპოვნა, ის რაც ჩემთვის დამახასიათებელი არის და სხვა ადამიანებით ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ის ესთეტიკა, ის ფერები, რაც მე მხოლოდ ილუსტრაციებში მომწონს რეალურ ცხოვრებაში რა გითხრათ, მაგრამ ილუსტრაციებში ძალიან ჩემთვის სახასიათო არის. ბევრი დრო დამჭირდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ესეც რაღაც ეტაპზე განვითარების დიზაინერის, რომ გქონდეთ თქვენი სტილი და ეს დაგეხმარებათ რაში, როცა ადამიანებს უნდათ კონკრეტულად თქვენი ნამუშევრების მსგავსი ნამუშევრები, ისინი პირდაპირ მოდიან თქვენთან და დამკვეთენ ურთიერთობაც გაცილებით უფრო მარტივი ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ისეც ვერ მოგთხოვენ, რასაც თქვენ არ აკეთებთ. არსებობს ძალიან ბევრი სტილი ილუსტრაციის კეთების და ჩემთან ახლა პირადად თუ მოვლენ და რაღაცა იაპონურ სტილში მომთხოვენ რომ რაღაც დავხატო, შესაძლებელია ეგ რომ მომდომო და გავაკეთო, თუმცა ეგ არ იქნება სწორი, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ და ჯობია რომ მათ მიმართონ. ეს მოკლედ ჩემს შესახებ, თუ მოგინდებათ ჩემი სხვა ნამუშევრების დათვალიერება შეგიძლიათ Behance-ზე ნახოთ ან Instagram-ის page-ზე და მოდი ვისაუბროთ ახლა გრაფიკულ დიზაინზე ზოგადად. რას ნიშნავს გრაფიკული დიზაინი, რა არის გრაფიკული დიზაინი და სად გვხდება, რაში გამოვიყენებთ გრაფიკულ დიზაინს თუ შევისწავლით. უამრავი მიმართულება აქვს გრაფიკულ დიზაინს და საერთოდ არ არის აუცილებელი რომ თქვენ ამ მიმართულებებზე ყველაფერზე იმუშაოთ. მე მაგალითად პირადად ლოგოებზე მუშაობა დიდად არ მიყვარს და ხშირად თავიც ამირიდებია ხოლმე, თუმცა გეტყვით რომ ლოგოები არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმე, ლოგოს შექმნა, ლოგო და ბრენდბუქი არის გრაფიკულ დიზაინში ალბათ ყველაზე მაღალ საფეხურზე, იმიტომ რომ ლოგოს მე მუდმივად იყენებენ, ბრენდბუქიც არის ბრენდის სახასიათო მახასიათებელი, ასე რომ ამ მიმართულებით თუ გაიღრმავებთ, თუ მოგეწონებათ, გაივლით კურსს და მოგეწონებათ და მიფიქრებთ, რომ მოდი ამ მიმართულებითაც გინდათ რომ გავყვეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ. სარეკლამო სივრცეში და მარკეტინგში მუდმივად სოციალურ მედიაში ბანერები, არ ვიცი, წიგნები, ჟურნალები, ყველაფერი ჩვენი საქმე არის. ვებ დიზაინი, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი მიმართულება არის. ეს კურსი ჩვენ რასაც გავივლით და რაც ერთხელ უკვე გავიარეთ, არის საბაზისო, ანუ თქვენ ნულოვანი ცოდნით, საერთოდ რომ შეხება არ გქონიათ პროგრამასთან, არც არის აუცილებელი რომ ხატავდეთ, არ არის აუცილებელი რომ ან Photoshop ან Illustrator რამე კუთხით იცნობდეთ ამ პროგრამებს. ნოლიდან ჩვენ შეგვიძლია რომ ავაშენოთ ცოდნა 17 ლექციაში, რომ თქვენ წარმოდგენა შეგექმნათ ზოგადად რა არის გრაფიკული დიზაინი, გექნებათ საბაზისო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი უნარები იმისთვის, რომ შემდეგ გაიყვაოთ თქვენით პრაქტიკულ მუშაობით, მაგრამ ასევე მოგცემთ წარმოდგენას სხვა მიმართულებებზე, მაგალითად, რაც არის UI UX დიზაინი და თუ მოგინდებათ სამომავლოდ თქვენ ცოდნა გაიღრმავოთ და მაგ მიმართულებით განავითაროთ თქვენი პროფესია, ასევე ძალიან მოთხოვნადი საქმე არის, ძალიან მაღალანაზღაურებადი, ხშირ შემთხვევაში ესეც დისტანციური მუშაობის ოფშენებით და მოკლედ ძალიან საინტერესო საქმეა თუ მოგინდებათ სამომავლოდ მე ამის გაგრძელება. სხვა Smart Academy-საც აქვს კურსები და სხვა ლექტორები ამ კურსებს ატარებენ. მაღაზიებში, მოლებში, ყველა ფეხის ნაბიჯზე, პოსტერებში, შეფუთვებზე,
ყველგან გრაფიკული დიზაინერი არის საჭირო. დღეს გაჩნდა კითხვები, რომ AI-ს თუ შეუძლია რომ ჩაანაცვლოს გრაფიკული დიზაინერი, რაღაც დონეზე კი და ალბათ ვერასდროს ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ არ შეგეშინდეთ არც მაგის და თუ იქნებით განსხვავებულები, შემოქმედებითი და პროფესიონალები თქვენი საქმის, თქვენს ადგილს აუცილებლად იპოვით გრაფიკულ დიზაინერთა სივრცეში. ჩვენი კურსის განმავლობაში მოკლედ რომ მიმოვიხილო, რა ხელსაწყოებს ვისწავლეთ და რა საფეხურებს გავავლეთ. კურსი იწყება Photoshop-ის და Illustrator-ის სწავლით, ასევე შევისწავლით InDesign-ს. InDesign-ს ერთობა ერთი ლექცია, იმიტომ რომ არ არის რაღაცა პრიორიტეტული პროგრამა ამ შემთხვევაში. Photoshop-ი და Illustrator-ი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სალი, შენი ხმა აღარ ისმის. აბა, ნახე, მგონი დაიმოთა, არ ვიცი რატომ. ეხლა ისმის? კი. ოკეი. რა მოხდა? ოკეი. სად გაწყდა ოღონდ არ ვიცი, მაგრამ მოდი პროგრამებით გავხსნით. ახლა ხანს გაწყდა ბოლო 20 წამი. ეგრევე. ოკეი. ხო, ჩვენი კურსის პირველი ნაწილი, პირველი 7 ლექცია, თუ ზუსტად მახსოვს, კი მე მგონი 7 ლექცია ეთმობა Photoshop-ს, ვიწყებთ Photoshop-ის შესწავლით. შემდეგ ვაგრძელებთ Illustrator-ის შესწავლით და ერთი ლექცია ეთმობა InDesign-ს. Figma არის ამ შემთხვევაში UI UX-ი სამუშაო პროგრამა, არა მარტო Figma, მაგრამ Figma-ში მე პირადად ნასწავლი მაქვს და ძალიან კომფორტული პროგრამა, თუმცა ჩვენ ამას კურსის განმავლობაში არ შევეხებით და კანო არის უფრო მარტივი, დამწყები, არა ბოლომდე პროფესიონალური პროგრამა. ამ შემთხვევაში Photoshop-ი და Illustrator-ი იქნება თქვენი მთავარი ხელსაწყო. ეს ორი პროგრამა ერთად ყოველთვის დაგჭირდებათ. შეიძლება Illustrator-ში გქონდეთ სამუშაო ძირითადად, მაგრამ რაღაც დეტალი Photoshop-ში აუცილებლად დაგჭირდებათ, რომ გაასწოროთ, ან პოსტ რომ მორჩებით უკვე რაღაცის კეთებას, მერე დაგჭირდეთ Photoshop-ის გამოყენება. მოკლედ ეს ორი პროგრამა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ორივე არის Adobe-ს პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ Adobe-ს აქვს კიდევ სხვა პროგრამები, რომ InDesign-ის გარდა აქვს After და Premiere. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთ პროგრამას სწავლობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული არის სხვა პროგრამები ამათგან მით უმეტეს, ინტერფეისი იმდენად გავს ერთმანეთს, ხელსაწყოებიც უმეტესობა ძალიან გავს ერთმანეთს, ნავიგაციას შეძლებთ ძალიან მარტივად. ის რომ Photoshop-ში რაღაცებს გავუვლით და ვისწავლეთ, ეს ცოდნა აუცილებლად ძალიან დაგეხმარებათ Illustrator-ის შესწავლის პერიოდში. თუმცა ამ ორ პროგრამას შორის არის დიდი სხვაობა და ამ სხვაობაზეც მინდა რომ ახლა ვეყარაკოთ. და რა განსხვავება არის Adobe Illustrator-სა და Photoshop შორის. Photoshop-ი არის რასტრული პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი იმიჯი, რაც Photoshop-ში გამოიყენება და რასაც დავამუშავებთ, შედგება პიქსელებისგან. ხოლო Illustrator-ი არის ვექტორული პროგრამა, ეს იმას ნიშნავს, რომ რა ზომაზეც არ უნდა გავზარდოთ Illustrator-ში შექმნილი ჩვენი ნამუშევრები, იქ პიქსელებს ვერ დავინახავთ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არის მაღალი ხარისხის, ამიტომ ყველანაირი მნიშვნელოვანი ვიზუალები, მაგალითად როგორც არის ლოგო, ფონტი და ასე შემდეგ, იქნება Illustrator-ში, რადგან ის ნებისმიერ ზომაზე გაზრდის შემთხვევაში არ კარგავდეს ხარისხს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ფოტოს ჩვეულებრივ ფოტოს შევაკდებთ Illustrator-ში, ის რამენაირად გახდება ვექტორი. არა, მას კვლავ ექნება პიქსელები და იქნება პიქსელური ვიზუალი. ფოტო ყოველთვის არის რასტრი, ანუ რასაც ტელეფონით ვიღებთ, რასაც კომპიუტერში ესე ვიწერთ, ყველანაირი ფოტო, ყოველ JPEG ფორმატი არის რასტრული გამოსახულება და რაღაც დონეზე ძალიან მაღალი ხარისხის რომ იყოს, რაღაც დონეზე გადიდების შემდეგ პიქსელები გამოჩნდება.
თვალსაჩინოებისთვის რაკაც რომ შევხედოთ, დაახლოებით მიხვდებით, აი ეს განსხვავება არის ვექტორულ და რასტ ფორმატში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ის რეალური ჰაიპერრეალური ვიზუალები ძალიან რთული არის, რომ მიაღწიო ვექტორულ გამოსახულებაში, რასაც ფოტო ქვიან, თითქმის შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან რთული არის, რაღაც მომენტში მაინც ეტყობა, რომ ვექტორული ფაილი არის, ამიტომ უფრო ილუსტრაციების სახატავად გამოიყენება, თუმცა Photoshop-ს აქვს ილუსტრაციების ხატვის კიდე სხვა პლუსი. თუ თქვენ Photoshop-ში დახატავთ ილუსტრაციას, ის იქნება პიქსელური, რაღაც დონეზე რო გაიზრდება გამოჩნდება პიქსელები და დაკარგავს ხარისხს, თუმცა Photoshop-ს აქვს ბევრად უფრო ფართოარჩევანი ფუნჯების, ეფექტების, ფილტრების და ასე შემდეგ. ამიტომ საბოლოო შედეგი შეიძლება მაინც Photoshop-ში მოგინდეს და გამუშაოთ. ამას შევეხებით თვითონ კურსის გავლის პერიოდში დეტალურად ამ ყველა საკითხს გავვლით. და ასევე რაც მნიშვნელოვანი საკითხი არის, წეგან რაღაცა თქვი შემხვდა და მაგაზე ვიფიქრე, რომ მოგონი აღარ ჩანს, ოკეი. ხო, პოსტერთან დაკავშირებით იყო მე მგონი, რომ რა უნდა გავითვალისწინოთო. ბევრი დეტალი არის და ეხლა თვითონ მასტერკლასის პოსტერის შექმნის პროცესს რომ დავიწყებთ, მან კიდე შევეხებით ამ ნიუანსებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, გარდა იმისა, რომ პიქსელი და არაპიქსელი და ვექტორი და რასტრი უნდა ვიცოდეთ და განვასხვაოთ და ვისწავლით, არის სხვაობა ფერებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის დიზაინერებისთვის, როგორც IA, აქედან უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს RGB და SMYK ფერები. და სხვაობისთვის აი რომ დავაკვირდეთ, რას ნიშნავს ეს? RGB არის ციფრული გამოსახულება, red, green, blue, წითელი, მწვანე და ლურჯი. ყველაფერი რაც ეკრანზე ციფრულ არხებში გვხდება არის RGB ფორმატში, თუმცა SMYK ფორმატში შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ რა სხვაობა არის? SMYK არის ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფერების პროფილი, SMYK იშიფრება როგორც ციანი, magenta, yellow and K, ცისფერი, წითელი, ყვითელი და შავი, 4 ფრად შლის ფერს და განსხვავებას თუ მივხვდებით, ეს არის ერთი და იგივე ფერები, მარცხნივ და მარჯვნივ, უბრალოდ ერთი არის RGB-ში, მეორე არის SMYK-ში. და რა სხვაობას გვაძლევს ამ შემთხვევაში? როცა RGB-ში ვაკეთებთ ვიზუალებს, ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ უფრო ცოცხალი, მრავალფეროვანი და ელექტრონული ფერები, თუმცა ამ ფერების დაბეჭდვა რთულია. ძირხშერ შემთხვევაში ესეთი ელექტრონული მკვეთრი ფერები იცვლის ტონალობას და ვიღებთ რაც ხდება მარჯვენა მხარეს SMYK-ის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი დეტალები არის ჩვენს საქმეში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, კიდე მან კიდე სხვა ნიუანსია, რომ ყველას ეკრანზე განსხვავებულად ჩანს ყველაფერი, ამიტომ საბოლოო ჯამში თუ მნიშვნელოვან პროექტებზე იმუშავებთ, ისეთზე, სადაც ფერი მნიშვნელოვანი არის, სადაც ბრენდის ფერია, მაგალითად, ჯელსელის, TBC-ის, ასე შემდეგ, საქართველოს ბანკის ფერი, რომელიც რაღაც კონკრეტულ კოდს შეიცავს, აუცილებელი არის სტამბებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმიტომ რომ ძირითადად უნდა მიხვიდეთ და მათ ეკრანზე შეხედოთ თქვენ შექმნილ ვიზუალებს, იმიტომ რომ ის მანქანები, რომლებიც სტამბებში ვიზუალებს ბეჭდავენ, არის დაკალიბრებული მათ ეკრანებზე, ამიტომ თქვენ შეიძლება თქვენ ეკრანზე სხვა რაღაცას ხედავდეთ და სხვა რაღაცა შედეგი მიიღოთ. ამ თევას იმიტომ გაძლევთ, რომ ხშირ შემთხვევაში სტამბის მხრიდანაც როცა მუშაობდი 4 წელი და მე როცა მე თვითონ გავხდი დამკვეთი სტამბისთვის, ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, ყველა მანქანა, ყველა მასალაზე განსხვავებულ ფერს სვავს, ამიტომ მნიშვნელოვან ფერებს აუცილებლად უნდა მიყვეთ ფეხდაფეხ და დეტალურად გაიაროთ ხოლმე სტამბასთან. მან არსებობს ბევრნაირი სტრუქტურა მუშაობის, შეიძლება იყოთ დამოუკიდებლად დამკვეთთან თქვენ და თქვენ მოგიწიოთ ყველა დეტალის დამუშავება და გავლა, სტამბებთან ურთიერთობა, მასალის არჩევა და ასე შემდეგ. შეიძლება მუშაობდეთ მარკეტინგ
ჯგუფთან ერთად და საერთოდ აცილებული გქონდეთ მსგავსი დეტალები, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ჩვენი შექმნილი ფაილი, რომელიც სტამპას გადაეცემა, იყოს გამართული თავიდან ბოლომდე, ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როცა რაღაცა არასწორად გამოდის, ყოველთვის ეცდებიან, რომ თქვენ დაკვრალდეთ და ამიტომ თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერს აკეთებს ძელმწევნით, კარგად და სწორად. მოდი, უფრო პრაქტიკულად რომ მივხვდეთ პროგრამებში, დავიწყოთ ჩვენი პოსტერის დიზაინის შექმნა. დღეს ილუსტრატორით დავიწყებთ პირიქით, მაგრამ კურს ფოტოშოპით. მე პირადად ილუსტრაციებს ილუსტრატორში ვქნი ხოლმე და ამაზეც მინდა რომ ხაზი გავუსვა. ის რომ ხატვა შეგიძლიათ და კარგად ხატავთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმიანობაში, თუმცა არ არის ეს მასტი და არ არის აუცილებელი, რომ ხატვის უნარები გქონდეთ. არ არის აუცილებელი ასევე, რომ გქონდეთ გრაფიკული ტაბლეტი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გქონდეთ გრაფიკული ტაბლეტი ან პადი, რომელზეც დახატავთ ფანქრით, თუმცა შეგიძლიათ, რომ მაუსითაც მიაღწიოთ იმ შედეგს, რაც გინდათ. მე პირადად ჩემი ბოლო ილუსტრაციები უმეტესობა მაუსით მაქვს დახატული, იმიტომ რომ ჩემი პადი გამოვიდა მწყობრიდან. ეგეც ამასაც იმიტომ ვიძახი, რომ ხშირ შემთხვევაში უკან იხევენ ხოლმე, რადგან არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ან ხატვის ცოდნა, ან ასე შემდეგ. არ გეჭირდებათ. მთავარი გქონდეთ კარგი წარმოსახვის უნარი, დანარჩენი ყველანაირი უნარის სკილის შეძენა ამ პროგრამების გავლით და ტექნიკური მხარის შესწავლით არის შესაძლებელი. არ ვიცი, ეხლა ვინც გვესწრება, ვის რა ცოდნა აქვს ზოგადად გრაფიკულ დიზაინთან მიმართებაში, შეიძლება ვიღაცებმა მეტად იციან რაღაცები, ვიღაცებმა ნაკლებად, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ ისე მივუდგე იმ გადმოსახედიდან, რომ ბევრი არ ვიცით ამ პროგრამის შესახებ. ამიტომ მოდი ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ ჩვეულებრივად რომ გახსნით პროგრამას, ეს ინტერფეისი თქვენთვის ძალიან ნაცნობი გახდება. ინტერფეისში გულისხმობ განლაგებას, თვითონ ხელსაწყოების და სტრუქტურას, როგორც არის ყველა ფანჯარა გამოტანილი და ასე შემდეგ. იგივე თითქმის იგივე ხდება ილუსტრატორში, რა თქმა უნდა არის სხვაობა, მაგრამ ფოტოშოპში რა თქმა უნდა არის სხვაობა, მაგრამ ძალიან ბევრი უმეტესობა 90% ხელსაწყოები თქვენთვის ნაცნობი იქნება. მარცხენა მხარეს, აი აქ ამ პანელზე გვაქვს ჩვენი ხელსაწყოების განყოფილება. არ ჩანს უკაცრავად ეკრანი ილუსტრატორის. რა, ფოტოში? ჩანს. ჩემთან ჩანს. კი, ანუ ჩანს. თუ შეიძლება ხელახლა შემოდით, ვისთანაც არ ჩანს. შეიძლება რაიმე გათიშებწერ ან რაღაც მოხდა, არ ვიცი. ოკეი, გავაგრძელოთ. გავაგრძელო? ოკეი. კი ბატონო, აი მარცხენა მხარეს, აი აქ არის განთავსებული ჩვენი ხელსაწყოების პანელი. ჩვენი ყველა ახალი ფაილი, რომელსაც გავხსნით, როგორც ბრაუზერებში ხსნება, ეს ერთმანეთის მიყოლებით. აი ახლა ახალი რო გავხსნა, აი აქ ესე ჩამწკრივდება ჩვენი ფაილები, ასე რომ ყოველ მომენტში შეგვიძლია რამდენიმე ერთად გავხსნათ, ერთმანეთში გადავიდეთ, რაღაცები გადავაკოპიროთ და ასე შემდეგ. ეს თეთრი ფურცელი, რასაც ახლა ვხედავთ, არის ჩვენი სამუშაო სივრცე. უпростоრად ეს არის სივრცე, რომელიც საბოლოო შედეგს გამოხატავს, თუმცა მუშაობით შეგვიძლია ირგვლივ ყველგან მიმუშაოთ. ეს განსხვავება არის ფოტოშოპს და ილუსტრატორს შორის. ილუსტრატორში მთელი ეს ნაცრისფერი გარემო, რაც თქვენს ეკრანებზე ჩანს, არის თქვენი სამოქმედო არეალი, შეგიძლიათ ბევრი სხვა რაღაცები აქეთ იქით აკეთოთ, ხატოთ, ფონტი აარჩიოთ, ასე შემდეგ და საბოლოოდ უკვე აი ამ თეთრ სივრცეში, რასაც შექმნით, ამ თეთრ სივრცეში გადმოიყენოთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ შევქმნათ ახალი ფაილი. Control N-ზე, არ ვიცი პარალელურად თუ გაქვთ პროგრამა, უკვე შეგიძლიათ პარალელურად თქვენს გააკეთოთ, ჩემთან ერთად. შეგიძლიათ ფაილი
new, აი აქედან შექმნათ, ან Ctrl-N კლავიატურიდან ჩემი რჩევა იქნება ამ საქმესთან თუ გაქვთ უკვე კავშირი ან აპირებთ რომ შეისწავლოთ ყოველთვის პარალელურად ისწავლეთ ხოლმე კლავიატურაზე შორტკათები, შემოკლებული ვერსიები ყველა ხელსაწყოს თითქმის აქვს, რასაც ხშირად იყენებთ და შეიძლება არ ქონდეს მინიჭებული შემოკლება, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მიანიჭოთ და რას ნიშნავს ეს მაგალითად PS რო დააჭერთ, გამოიძახებთ ხელსაწყოს pen tools, რომელიც ძალიან საჭირო არის, VS რო დააჭერთ, გამოიძახებთ ISARS და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თუ დაიმახსოვრებთ ხოლმე, დაიმახსოვრებთ და გაიჯენთ Twin-ში, ავტომატურად ისე გააკეთებთ ვერს მიხვდებით რაღაც მომენტში და ძალიან დიდ დროს მოიგებთ გაიქნებით ძალიან სწრაფები და მოქნილები საქმესთან. Ctrl-N-ით შეგვიძლია რომ გამოვიძახოთ ფანჯარა, რომ შევქმნათ ახალი ფაილი. აქ ზედა განყოფილებაში არის რაღაც default option-ები, ზომების, რას ვიყენებთ მობაილისთვის, ვებისთვის, პრინტისთვის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოდი ავირჩიოთ პრინტისთვის ვიზუალი და ავირჩიოთ კიდევ ერთი პლუსი ილუსტრატორის არის ის, რომ მაგალითად ჩვენ გვინდა შევქმნათ პოსტერი, პოსტერის ზომა არ ვიცი რამდენად გაქვთ ზომებთან ეს შეხება, მაგრამ ძალიან მარტივად რო ახსნა, A4 არის თაბახის ფურცელი. A4 აი ამ A-ების ჯგუფში მარტივად რომ ახსნა, არის ზომის გამსაზღვრელი, 2 A4 არის A3, 4 A4 არის A2 და ასე შემდეგ. ძირითადად პოსტერები აი ამ ზომებში ჩდება ხოლმე A3, A2, A1 და A0 არის ყველაზე დიდი ზომა, მერე უკვე არასტანდარტულ ზომებზე გავდივართ. პლუსი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ A4 ზომაში და ის შემთხვევაში თუ ჩვენ დაგვჭირდა A0 ზომა, რომელიც არის რა 8-ჯერ მეტი, აბსოლუტურად უმტკივნეულად შეგვიძლია ამ ზომაზე გავზარდოთ ისე რომ არც ხარისხის დაკარგვის ან არც რამის გაფუჭების შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ვართ ვექტორულ სივრცეში, მაგრამ თუ ვიყენებთ ფოტოებს, მაგალითად თუ ვაკეთებთ ისეთ ვიზუალს, სადაც შემოგვაქვს ფოტოები, ფოტომასალა, მაშინ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც ზომაზე გაზრდის დროს ფოტო დაკარგავს ხარისხს, ამიტომ გირჩევთ ხოლმე რომ თავიდანვე შეეთანხმოთ თქვენს დამკვეთთან რა მოლოდინები აქვთ, მაგალითად თუ გიკვეთავენ ფლაიერის დიზაინს, თავიდანვე გაიარეთ ხოლმე ის, რომ ეს ფლაიერი მერე ხომ არ დაჭირდებათ, რომ ბანერზე დაბეჭდონ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გააკეთოთ რაღაც ვიზუალი, რომელიც მათ მოეწონებათ და გიდასტურებენ, მორგებული იქნება იმ კონკრეტულ მოთხოვნას, მაგრამ მერე მოუნდეთ, რომ 6 მეტრის 3 მეტრზე ბანერი დაბეჭდონ და თქვენი არჩეული ფოტო იმ ვიზუალზე უკვე აღარ გამოდგეს და გაიჭედოთ თქვენს მუშაობის პროცესში. ამიტომ გირჩევთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი კითხვები დაუსვათ დამკვეთს, არ მოგერიდოთ, არ შეგრცხვეთ პირიქით, ეგ ნიშნავს, რომ უფრო გულისყურით ვდგებით თქვენ საქმიანობას და პატივსცემთ თქვენს დროს და დამკვეთის დროსაც. მოდი ამ შემთხვევაში ავირჩიოთ A4 ზომა, რაც არის თაბახის ზომა. აი აქ ამ გვერდზე განყოფილებაში უკვე ამ ჩვენი ფორმატის დეტალები არის გამოტანილი. აი აქ რომ ჩამოვშლით, ეს არის გაფართოებები, პოინტები არ გვჭირდება, პიქსელები გვჭირდება ხოლმე იმ შემთხვევაში თუ მუშაობთ ვებისთვის ვიზუალებზე და სანტიმეტრები და მილიმეტრები გვჭირდება ძირითადად როცა მუშაობთ პრინტთან მიმართებაში. დანარჩენი ეს გაფართოებები როგორც წესი არ გვჭირდება. ამ შემთხვევაში გადავუყენოთ სანტიმეტრებზე. აქ გვიწერს ზომას, რომელიც ავტომატურად არის ზუსტი. აქ გვიწერს ვერტიკალური გვინდა თუ ჰორიზონტალური რო იყოს ჩვენი ფაილი. აქ გვთავაზობს უკვე artboard-ების რაოდენობას, ანუ ეს თეთრი სივრცე, რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის artboard-ი, შეგვიძლია რომ იყოს 1 და შეგვიძლია რომ იყოს უამრავი, ну, ამდესაც ეს პროგრამა თვითონ მოგცემს საშუალებას ზომიდან გამომდინარე. თუ 10 ჩავწერთ, 10 იქნება და ასე შემდეგ. აქ მინდა შევეხო ბლიდების თემატიკას, აი პოსტერთან დაკავშირებით წეღა როგორც ვისაუბრეთ, როცა საბეჭდად ვამზადებთ პრინტს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. თუ მაგალითად ვაკეთებთ სავიზიტო ბარათებს, ან ფლაიერებს, ან რაღაცა ისეთ პროდუქტს, რომელიც იბეჭდება ძალიან ბევრი, როგორც წესი, ეს
ჩვენი ვიზუალები ერთმანეთის გვერდით განლაგდება რაღაცა დიდ ფორმატზე და მე რომ დაიბეჭდება, შემდეგ ის დაიჭრება. დაჭრის დროს ხშირ შემთხვევაში პატარა აცდენა ხდება ხოლმე, პატარა გადაცდენა შეიძლება ზუსტად მილიმეტრებში ვერ დაემთხვას ჭრა ვიზუალს, ამიტომ ყველა ვიზუალს ესეც პატარას 6 მეტრიან ბანერებზე ვლაპარაკობ, პატარა ვიზუალებზე ვიძახი, ვუტოვებთ ბილდებს, რაც ნიშნავს, რომ 3 მილიმეტრი მაგალითად, ან 0.3 სანტიმეტრი 3 მილიმეტრი გარშემო უნდა დავამატოთ სივრცე. დავამატოთ სივრცე არ ნიშნავს თეთრი ფერის დამატებას. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ჩვენი ვიზუალი უნდა გავზარდოთ აი ამ ზომაზე, რაც +3 მილიმეტრი იქნება გარშემო, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა მოხდეს ესეთ კიდეში. ანუ ისედაც ესე კიდეში არ უნდა მივიტანოთ ტექსტები და ლოგოები. ლოგიკურია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 3 მილიმეტრი შეიძლება რომ მოეჭრას, თუმცა თეთრი არ უნდა დავტოვოთ, იმიტომ რომ თუ მოეჭრა, შეიძლება ეს თეთრი გამოყვეს ვიზუალს ან პირიქით. აქ რომ ჩავწერთ 0.3-ს, რომელიც ძირითადად არის ხოლმე სტანდარტი, მაგრამ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა სტამბამ მოგთხოვოთ ცვლილება და თქვა გითხრათ რომ 4 უნდა ან ასე შემდეგ, ავტომატურად ყველგან იწერება ეს ზომა. თუ კონკრეტულად გვჭირდება რომ მარცხენა მხარეს დავუმატოთ სადმე და მარჯვნივ არა, ამ შემთხვევაში აი აქ ჯაჭვს გავუთიშავთ და ხელით დავარედაქტირებთ. შემდეგი არის უკვე ფერები, რაზეც ვისაუბრეთ, თუ ვაპირებთ რომ იყოს საბეჭდი ფერები, უნდა საბეჭდად გამოვიყენოთ, უნდა იყოს SMYK, თუ არა და ავირჩევთ RGB ფერებს. შეგვიძლია ამ შემთხვევაში, რადგან ეკრანს ვუყურებთ RGB-ში გადავიყვან, მაგრამ თუ საბეჭდად გენდობებათ, ეს დეტალი თავიდანვე გაარკვეთ ხოლმე, იმიტომ რომ ფერების ცვლილება შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგეს, რომ საერთოდ შეგიცვალოთ ვიზუალი, რასაც დახატავთ RGB-ში. და create. ესე შეიქმნა ჩვენი ვიზუალი. ეს არის უკვე ჩვენი სამუშაო სივრცე და იმ შემთხვევაში თუ რაღაც კონკრეტული შეკვეთა გვაქვს, ან ჩვენი სურვილით გვინდა რომ რაიმე პოსტერი გავაკეთოთ, ვიწყებთ იდეებზე მუშაობას. ამ შემთხვევაში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ილუსტრაციების შექმნა ესე დამოუკიდებლად ყოველთვის ასოცირდება ხოლმე ჩემი პირადი მდგომარეობის, ჩემი პროტესტის, ჩემი გრძნობების გამოხატვას და ჩემი თავის პოზიციონირებას ჩემს ილუსტრაციებში. ამ შემთხვევაში, რადგან არ ვიცი, ბოლო ორი ჩვენი ყოველდღიურობა მხოლოდ ალბათ საქართველოს ირგვლივ ტრიალებს, ვერ ავწდები ამ თემატიკას, არ მინდა რომ პოლიტიკური ვიყო და არ ვიქნები პოლიტიკური ამ შემთხვევაში, თუმცა რა თქმა უნდა ზოგადად, მაგრამ ჩემი ილუსტრაცია უბრალოდ დღევანდელი დღისთვის იქნება თქვენ ქვეყნისთვის მიძღვნილი. ასე რომ, ხო, პირველი რაცაც ვაკეთებთ, ვიწყებთ იდეების ძიებას. მაგალითად, მე გადავწყვიტე, რომ მინდა რომ გავაკეთო ილუსტრაცია რაღაცა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ჩემს გრძნობებს გამოხატავს, ან ჩემს სურვილებს გამოხატავს. პირველი რასაც აკეთებთ, შედიხართ Behance-ზე, Pinterest-ზე, სხვადასხვა გვერდებზე ათვალიერებთ. მოდით თან გავხსნით და თან თქვენს რომ შეხედოთ. Behance არის ესეთი გვერდი. სადაც ილუსტრატორები და გრაფიკული დიზაინერები მსოფლიოს გარშემო ტვირთავენ თავიანთ ჩათვალეთ ეს არის ონლაინ პორტფოლიო, სადაც ადამიანები ტვირთავენ თავის ილუსტრაციებს, არის ძალიან საინტერესო და რისთვის ვაკეთებთ ამას ყოველთვის, ეს არის ძალიან კარგი ინსპირაციისთვის, სხვების ნამუშევრებს რომ ვუყურებთ, შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცა გავაკეთოთ საბოლოო ჯამში, მაგრამ სადღაც ვიღაცის ფერები მოგვეწონოს, სადღაც ვიღაცის ფონტი მოგვეწონოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აკოპირებთ, ეს არის შთაგონების მიღება სხვა ადამიანების საქმიანობისგან. არც ის არ გეწყინოთ, რომ რამე ისეთი გააკეთოთ და მე სადმე შეგხვდეთ, იმიტომ რომ მართლა რთული არის დღეს რაღაცა ისეთი გააკეთო, რაც ვიღაცა სხვას არ უფიქრია. თან ისეთ თანამედროვე სამყაროში ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ეს ვიზუალები ქუჩაში, ტელეფონში, რეკლამებში ყოველთვის გვხვდება და საერთოდ რომ ყურადღება გონია რომ არ ვაქცევთ, სინამდვილეში ილექება ჩვენს ქვეცნობიერში.
ამიტომ შეიძლება ხშირ შემთხვევაში რაც ჩვენ აზრად მოგვივა, სადღაც დანახული ჩვენს გონებაში დალექილი ინფორმაცია არის და რეალურად ის ვიზუალი, რასაც შექმნით, შეიძლება სადღაც მერე შეგხვდეს მსგავსი. ამიტომ ამაზე გირჩევთ, რომ რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ორიგინალურობა, პიროვნულობა, მაგრამ ინსპირაცია ყოველთვის შეგვიძლია ვეძებოთ. Pinterest-ი ასევე ჩვენთვის მეგობარი. დრიბლი ძალიან ბევრი ესეც ასევე არტისტების და დიზაინერების გვერდი არის და ასე შემდეგ. როცა უკვე მოვიფიქრებთ რა გვინდა, დაახლოებით რისი გაკეთების სურვილი გვაქვს. ამ შემთხვევაში მე ვიწყებთ ილუსტრატორი ესეთი სამუშაო სივრცე არის, რომ იმის გარდა რომ აი ამ თეთრ სივრცეში შეგვიძლია რომ საბოლოო კომპოზიცია შევკრათ, ჩვენ შეგვიძლია რომ გარშემო რაღაცები ვაკეთოთ და ვიმუშაოთ. თუმცა თუ შევხედავთ ვიზუალს და layout-ს, ანუ განლაგებას წინასწარ დავინახავთ, ან მოვნიშნავთ გრიდებით, ძალიან დაგვეხმარება და რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით ჩვენი ფორმატის ზომა, შეგვიძლია ეს რაღაც სისტემაში მოვაქციოთ, მაგალითად, ჩვენი სივრცე გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. ამ შემთხვევაში A4 ფორმატი, ანუ ჩვენი ფორმატის სიგანე არის 21 სანტიმეტრი. ხოლო სიმაღლე არის 29.7. 4 ტოლ ნაწილად თუ გავყავთ, შეგვიძლია რომ 5.25 სანტიმეტრი სიგანე. რაღაცებს ცოტა სწრაფად შევეხმები, მოვიწყდება რომ ნაახსნა. აი აქ ჩვენი ხელსაწყოების განყოფილებაში ეს რა ჩამოყვებით, ოთხკუთხედი შეგიძლიათ რომ ესე მონიშნოთ. ეს არის ჩვენი ოთხკუთხედის ხელსაწყო, აი ესეთი მარტივი ფორმა, შეგვიძლია კვადრატული, მართკუთხედი და ასე შემდეგ გავაკეთოთ. და ამ შემთხვევაში ამ ხელსაწყოს როცა ავიღებთ, ეკრანზე ერთხელ დაჭერით, გამოგვიგდებს ზომების ფანჯარას და შეგვიძლია რომ ჩვენ ავტომატურად მივუთითოთ ზომა, რა გვინდა რომ რა ზომის ოთხკუთხედი გაგვიკეთოს. 5.25 იყო, ახლა მე მგონი, ბატონო, და სიმაღლე 29.7. აი ესე, აქვე შევეხები ელაინების ფანჯარას, რომელიც ასევე თქვენთვის იქნება ძალიან მეგობარი. ყველანაირი ფანჯარა, ყველანაირი ხელსაწყოც თუ ეხლა არ გიჩვენთ, Windows-იდან შეგიძლიათ რომ გამოიძახოთ. Windows-ში თუ შეხვალთ, აი აქ ჩამოყვებით და რამე თუ დაგჭირდებათ და არ ჩანს, თქვენი workspace-ი შეგიძლიათ რომ თქვენ გემოზე გამოიყენოთ, რასაც უფრო ხშირად იყენებთ ხოლმე, ისინი გამოიტანოთ, რასაც არ იყენებთ, ისინი გააქროთ და ასე შემდეგ. ელაინების ფანჯარა არის ობიექტების გასწორება artboard-თან ან ერთმანეთთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ცოტა ხილვადი რო იყოს, მოდი ესე გავაკეთებ. აჰა, ოკეი. აი ამ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ვუსწორებთ ჩვენს ობიექტებს, ორივეს ერთად მოვნიშნავთ და აი ესე მარტივი ხელის მოძრაობით ავტომატურად ასწორებს ის ერთმანეთთან. მაგრამ თუ გვინდათ მარტო მხოლოდ ობიექტი გაუსწოროთ ჩვენს artboard-ს, სივრცეს, სამუშაო სივრცეს, მაშინ ამ ჩვენს ობიექტს ვნიშნავთ და აი ესე მარტივად შეგვიძლია რომ გავუსწოროთ ჩვენს artboard-ს. და ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? გვინდა რომ ეს ჩვენი 4 ნაწილი გამოვიტანოთ ვიზუალზე. ეს ოთხკუთხედი გადავაკოპიროთ Alt-ზე ხელის დაჭერით და მაუსით, უბრალოდ მაუსის მოძრაობით, ნებისმიერი ობიექტი შეგიძლიათ რომ გადააკოპიროთ. Alt-ზე ხელს რომ აჭერთ, აი აქ ორი პატარა ის არის ჩდება, ეს იმას ნიშნავს, რომ duplicate-ს აკეთებს. შეგვიძლია აი ესე გადავაკოპიროთ. შეიძლება სხვა სისტემა მოიფიქროთ, შეგიძლიათ 6-ად გაყოთ, 12-ად გაყოთ, ან ასე შემდეგ. მაგრამ რაში გვეხმარება ეს ყველაფერი?
როცა რაღაც ტექსტებს შემოიტანთ, ეხლა ჩვენ ისეთ პოსტერს არ ვაკეთებთ, სადაც ეს აუცილებლად მოითხოვს, თუმცა გრიდების სისტემას გავივლით ლექციებზე უფრო დაწვრილებით, როგორ უნდა დავიცვალთ იმის გარდა, რომ გრიდებად გავყოთ ვიზუალი, გარშემო რომ უნდა დავიცვათ ველები, რომ 5 მმ-ზე არ უნდა გადავიდეს ვიზუალი კიდეზე, ამ უსაფრთხო რაღაცა ველებს და ტექნიკას გავივლით დეტალურად იმისთვის, რომ წესრიგში იყოს მოყვანილი ჩვენი ვიზუალი და კომპოზიცია, რასაც შევქმნით, არ იყოს ქაოტური. შეიძლება ერთი შეხედვით თქვენ გეგონოთ, რომ ადამიანებმა ეს ვერ შეამჩნიონ, რომ რაღაცას ოდნავ აცდენილი არის, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერს დეტალურად როცა გაასწორებთ, აუცილებლად მიხვდებით, რამხელა სხვაობა არის ვიზუალში. ამ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი პოსტერი ესეთი დატვირთული არ არის ტექსტუალური ნაწილით, რომ ეს გრიდი დაგვჭირდეს. მოდი შემოვიტანოთ ფოტო, რომელზეც ვიფიქრე, რომ უნდა გავაკეთოთ ილუსტრაცია. ეს ილუსტრაცია უკვე დასრულებული და შექმნილი არის, უბრალოდ მინდა რომ პროცესს მივყვეთ და რაღაც key მომენტები გავიაროთ ერთად. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდება, რომ ხა დეტალურად ამ ილუსტრაციის ხატვის პროცესი სრულად განახოთ. მაგრამ ძირითად დეტალებს და გზას გიჩვენებთ, როგორ ხდება. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ფოტოს, მოდი ამასაც ვიტყვი, Ctrl-O-T შეგიძლიათ გამოიძახოთ open პანჯარა და ნებისმიერი ფოტო შეგიძლიათ რომ შემოიტანოთ, ასევე ხელითაც შეგიძლიათ რომ შემოაგდოთ, ანუ აი ესე მოკიდოთ ხელი და აი ესე შეიტანოთ. ან პირდაპირ ვიზუალზე ჩააგდოთ, ესეც შეგიძლიათ. თუმცა ესე კიდე სხვა პრობლემები ჩნდება ხოლმე და ამასაც მოდი ხა შევეხები, მაგრამ ჯობია რომ ეგრე არ შევაგდოთ. ოკეი, Ctrl-O-T შეგიძლიათ შეიტანოთ ის ფოტო, რასაც მოძებნით. აქ ჩემი პოინტი ის არის, რომ ნებისმიერი ვიზუალი, ანუ ხატვის გარეშე შეგიძლიათ რომ ფოტო განმოწეროთ და იმ ფოტოზე შექმნათ ილუსტრაცია. შეგიძლიათ რომ თქვენი თუ ხატვა შეგიძლიათ და გაქვთ ამის უნარი, ფურცელზე მოხატოთ სკეჩი, ამ ფურცელს ფოტო გადაუღოთ ან დაასკანეროთ და მასზე ააკოთ ილუსტრაცია. ამისთვის არ გჭირდებათ თუ თქვათ დაფა გაქვთ, რომელზეც შესაბამისი კალმით ხატავთ, გრაფიკული ტაბლეტი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ პირდაპირ freehand დახატოთ ვიზუალი. ამ შემთხვევაში მოდი განვიხილოთ ის кейსი, როცა გვაქვს მაუსი და ფოტო. ფოტო შემოტანის შემდეგ გირჩევთ რომ გაბლოკოთ თქვენი ლეიერი, ანუ ეს ფოტო რო არ იმოძრაოს. Ctrl-O-ით აი ესე Ctrl-O-ზე დაჭერით, თქვენი ფოტო დაიბლოკება, ანუ მას ვეღარ გამოძრავებთ, თუმცა მისი განბლოკვა ყოველთვის შეგიძლიათ. Ctrl-O-ით ან ობჯექტიდან აი ესე lock selection დაიბლოკება თქვენი ვიზუალი და unlock-ით შეგიძლიათ რომ ეს ბლოკი მოხსნათ ყველა დაბლოკილ ობიექტზე. Ctrl-O-ით კლავ დავბლოკოთ და თვითონ ილუსტრაციის ხატვის დროს, როცა შეხედავთ რაღაცა ფოტოს, უნდა დაფიქრდეთ, რა დეტალი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა დეტალი გინდათ რომ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცა ჰიპერრეალიზმზე, ანუ არ ვაპირებთ რომ ეს რაღაცა პატარა რაღაც მოტეხილები დავხატოთ, ჩვენ გვინდა საერთო დეტალი რომ გამოვიტანოთ. ამიტომ ვიწყებთ შემოხატვას იმ დეტალების, რომლებიც მნიშვნელოვანია. პრინციპი როგორც მუშაობს, არ ვიცი, შეიძლება ზოგს გაქვთ შეხება Photoshop-თან და Illustrator-თან ზოგს საერთოდ არა. პრინციპი როგორც მუშაობს, Illustrator-ის შემთხვევაში არის ის, რომ Photoshop-ში გვაქვს ლეიერები, ანუ ფენების პანჯარა და შეგვიძლია ეს ფენები ცალკე პანჯარაში მართოთ, თუმცა Illustrator-ის შემთხვევაში ლეიერების პანჯარა გვაქვს, თუმცა მაგ პრინციპით არ ვეყენებთ. უბრალოდ რასაც ვხატავთ, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რასაც ვქმნით, ავტომატურად წინას ზევით თავსდება. ანუ ეხლა რომ მე აქ რაღაცა ისე შემოვხატო და მეორე რაღაცა ისე შემოვხატო,
ეს ერთი მეორის ზევით თავსდება. ეს ყველაფერი ფოტოს ზევით განთავსდა. თუმცა ამის ცვალებადობა და გადაადგილება პროცესში ყოველთვის შეგვიძლია. მოდი, ჩვენი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელსაც დეტალურად გავუვლით, თავიდან ძალიან არ მოგეწონებათ, მაგრამ მე შეიყვარებთ. და სოვიძახ ხოლმე და თქვენს გეტყვით, რომ არის ძალიან თერაპიული, როცა დაამუღამებს და კარგად ისწავლით უკვე მის გამოყენებას არის ძალიან სასიამოვნო. ხატვის პროცესი ფენთულით იტყებთ ხატვას, ფენთულის პრინციპი ესე მუშაობს. მე პირადად ცოტა სხვანაირად ვიყენებ მაგას გეტყვით, მაგრამ კლასიკურად ესე გამოიყენება, სხვაოთ წერტილებს. კიდე რჩევა იქნება, რომ აი აქ ამ განყოფილებაში არის ორი კვადრატი, პირველი კვადრატი ნიშნავს იმ ფერს, რა ფერისგან შედგება ვიზუალი, მეორე კვადრატი არის კონტურის ფერი. როცა ხატვას დაიწყებთ, როცა აირჩევთ pen tools, პირველი ფერი ყოველთვის გათიშეთ ხოლმე, იმიტომ რომ მანდ რო ფერი გქონდეთ ჩასხმული, აი ესეთ რაღაცას გააკეთებს და დაგაბნევთ. პირველი ფერი ყოველთვის გათიშეთ ხოლმე და კონტურის ფერი მიუთითეთ ისეთი ფერი, რომელიც გამოჩნდება ვიზუალზე. შეიძლება ეხა ამ ფოტოზე რომ ნაცრისფერი კონტური ან შავი კონტურით ვხატო, ვერ დავინახავ კარგად, ამიტომ უფრო ლოგიკური არის, რომ ესეთი მკვეთრი ფერი ავირჩიოთ ხოლმე. მაგალითად, მე მინდა რომ პირველი დავიწყო აი ამ თავის ზედა ნაწილის დახატვა. ვსვავთ პოინტებს, აი ესე. pen tools-ზე ხელის მიტანით, დიდხანს რო დააჭერთ, გამოჩნდება მეორე ხელსაწყო anchor point tool. და აი ამ ხელსაწყოთი მერე უკვე შეგიძლიათ, რომ თქვენი ეს ვიზუალები, ეს ხაზები ესე მოამრგვალოთ. შეგიძლიათ მერე ყველა ეს წერტილი, აი ესე კარგად რო შეხედოთ, ილუსტრატორში შექმნის ვიზუალების შექმნის დროს ყველაფერი შედგება აი ამ წერტილების გაერთიანებით. ამას ვეძახით რაღაც ვექტორებს. აი ეს ბერკეტები უკვე სამოძრაოდ მიმართულების შესაძლებლად არის. და შეგვიძლია რომ ბევრნაირად მოვარგოთ ფორმას. აქ შეგვიძლია რომ აი პირველი არის move tool-ი, რომელიცაც ყველაფერს ვამოძრავებთ და აი მეორე ის არის, აი ესეთი სავსე ის არის აი ამ წერტილების გადასაადგილებლად. იმიტომ რომ ჩვენ თუ პირველის ერთ ავიღებთ და ამით გავამოძრავებთ, მთლიანად გამოძრავდება. თუ წერტილების დამუშავება გვინდა, ამ შემთხვევაში აი ესე ვიქცევით. შემდეგი უკვე რასაც დავხატავთ არის აი ეს ნაწილი და ეს რაღაცა გვირგვინი თავზე. ამ შემთხვევაშიც ვინ გაჩნია როგორი სტილით ხატავთ ილუსტრაციას, შეიძლება ძალიან დეტალური, ან უფრო კომიქსური, ან ასე შემდეგ მიმართულება არჩიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პირადად როგორც ხატავ ილუსტრაციებს, იმ მიმართულებით განახებთ, როგორ ვიქცევი ხოლმე. გირჩევთ, რომ ყველანაირი ახალი ობიექტი, ანუ ერთთლიანი ვიზუალი დაყოთ რამდენიმე ობიექტად, რომელსაც ერთად გაერთიანებთ ხოლმე. მაგალითად, ეს რაღაცა ფატის ნაწილი, გვირგვინის ნაწილები სათითაოდ, სახეთ ნაწილი სათითაოდ დავაჯგუფოთ, იმიტომ რომ შემდეგ შიგნით დამუშავება იყოს მარტივი. ეს თავის ნაწილი მოდი ცალკე გქონდეს, იმიტომ რომ მანდ ბევრი დეტალი არ არის და აი ანალოგიურად მივყვეთ ახლა სხვა დეტალებს. წეღანაც გაჩვენეთ წერტილების გამოყენება, მე პირადად ესე ვხატავ ხოლმე, დიდხანს ხელის დაჭერით, ვსვავ შემდეგ წერტილს და აი ესე მივყვება ხოლმე. დასამუღამებლად ეს ცოტა რთული არის, იმიტომ რომ ხშირად არ იმთხოვა და გარბის ხაზი და აი უნდა არჩიოთ სწორი წერტილი, სად დასვავთ, რომ დაემთხვეს თქვენს ვიზუალს, მაგრამ მე პირადად მირჩევნია ხოლმე სწორი ხაზების დასმას და მერე რკალების ამოყვანას, ჩემთვის ეს უფრო პრაქტიკული არის. თუ რამე კითხვები გექნებათ გზადაგზა, შეგიძლიათ რომ აი ამ შემთხვევაში როცა აი ამ ნაწილს ცალკე ვაკეთებ, ჯობია რომ ეს დავაჯგუფო ერთად და რას ნიშნავს?
მათი დაჯგუფება ეს ორივე შეგვიძლია რომ ესე მოვნიშნოთ. ნებისმიერი რაღაცის მონიშნა შეგვიძლია ისრის არჩევით და აი ესე მაუსის დრეგით უბრალოდ ეკრანზე. თუ გვინდა რომ ეს ორი რაღაც მოვნიშნოთ და ის მესამე არა, აი აქ ესე მოვნიშნავთ და ეს ორი ობიექტი მოგვენიშნება. Ctrl G-ით ვაჯგუფებთ ამ ობიექტებს. და რა შეგვჭირდება ახლა? ნებისმიერ მომენტში, როცა აქ უკვე ძალიან ბევრი ობიექტი გვექნება და მოგვინდება რომ კონკრეტულად ეს ნაწილი თავის დავამუშავოთ, შეგვიძლია რომ ორჯერ ხელის დაჭერით შევიდეთ ამ დაჯგუფებაში და აი აქ უკვე სათითაოდ ეს დეტალები ან წავშალოთ, ან მივამეტოთ რამე, ან ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში აი მესამე ნაწილს, ეხლა ჯგუფში ვარ, დაჯგუფებულ ობიექტში ვარ შესული და მაგიტო ჩანს ესე არ ამკვეთრად. თუ გამოვაგეთ ისევ მკვეთრად გამოჩნდება ვიზუალი. ეხლა როცა მეტი სხვა ფერს გავაკეთებ ამ კონტურს, რომ უფრო მივხვდეთ, ასე ვაპარაკობ. ამ შემთხვევაში ვიზუალს თუ შევხედავთ, აი ეს ქვედა ნაწილი გვინდა რომ მოიჭრას. და რას ნიშნავს ეს? ზედა ორი ნაწილი უკვე დახატული გვაქვს, ქვედა ნაწილი დავხატე, რომელიც ესე პირდაპირ ხაზს გავაყოლო. აი ესე აი ამ ორ ხაზს გაცილებით უფრო მეტი მუშაობა არის, ვიდრე ის რომ დავხატე ერთი ნაწილი, რომელსაც არაფერი არ კვეთავს, და მეორე ნაწილი გადავკვეთე იმ ვიზუალებზე, რომელიც უკვე დახატული მაქვს. და ეს რისთვის შემიძლია რომ გამოვიყენო დროის მოსაგებად და სწრაფად სამუშაოდ. ამ ორი ნაწილის გაერთიანებით შემიძლია რომ ეს ქვედა ნაწილი მოუჭრა და პირდაპირ ხაზს დაემთხვა. ბევრი რო აღარ ვიწვალოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი საყვარელი მეორე ფანჯარა იქნება Pathfinder-ი, რომელიც ელაინების გვერდზე მოყვება ხოლმე, ან Windows-იდან შეგიძლიათ რომ გამოიძახოთ. და აი აქედან ხდება ობიექტების გაერთიანება, ამოჭრა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, რასაც უნდა მიაქციეთ ყურადღება, არის ის, რომ ის ობიექტი, რომელიც მოქმედებს რაღაც ობიექტზე, ან ჭრის, ან კვეთავს, ან ერთიანდება, აუცილებლად უნდა იყოს იმ ობიექტის ზევიდან. ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ობიექტები შეგვიძლია Ctrl-C-ით დავაკოპიროთ, Ctrl-F-ით დავაკოპიროთ უკვე ამ ობიექტის ზევით, Ctrl-F-ი ნიშნავს Control Front, ანუ რაც დავაკოპიროთ, იმის face-ს გვიკეთებს მონიშნული ობიექტის ზევიდან. Ctrl-B არის მონიშნული ობიექტის ქვევიდან. და ამ შემთხვევაში აი ესე მარტივად შეგვიძლია რომ ჩვენი მესამე ობიექტი მოვკრათ. და ესე ამ ლოგიკით მივყვებით დანარჩენ დეტალებსაც. რა თქმა უნდა, ეხლა ყველა დეტალს თქვენთან ერთად არ დავხატავ, თუმცა პრინციპი რაც მუშაობს, ყველასთან ერთი და იგივე იქნება. ამ შემთხვევაში ეს ცოტა განვგანწავლებ. ერთი ვხატავთ. ამ შემთხვევაში აი ამასაც მივყვებით. კიდევ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს არის არტისტული ნამუშევარი. არ არის აუცილებელი, რომ ხაზი ხაზს დავამტყიოთ. არ ხართ ვალდებულები, რომ რაღაცა იდეალური სიზუსტით რამე აკეთოთ. ეს არის თავისუფალი ნამუშევარი თქვენი გადაწყვეტილებით. შეგიძლიათ პირიქით და რაღაცა დაამახინჯოთ, ცუდად არ ვიძახიან. დეფორმაცია მისცეთ იმისთვის, რომ მეტი არტისტულობა შემატოთ ვიზუალს. აქაც იგივე ლოგიკით. ფენთული მუშაობს ესეთი პრინციპით, აქვე ვიტყვი, რომ ფენთულის გამოყენების დროს, როცა პირველ წერტილს ვსვავთ, თუ ობიექტის წერტილები პირველი და ბოლო არ შეერთდა, ობიექტი არ ერთიანდება. ამიტომ შეიძლება თქვენ ესე დარჩეთ, დატოვოთ ეს ფენთულით მოხატული, ეს ობიექტი არ არის შეკრული, აი ფერი რო ჩავასხათ შიგნით მიხვდებით. რო აქ გაწყვეტილი არის, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ვიყენებთ ისე, რომ პირველ წერტილს ბოლო წერტილთან ვაკავშირებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ აი ესეთ კონტროლ ვარიანტში, უბრალოდ რაღაცა ხაზის გამოსაკვეთად. თვითონ აი ამ პროცესის მიმართულებით თუ არ გაქვთ კითხვები,
დავსქიფავ ამ ნაწილს და უკვე დახატულ ილუსტრაციაზე გადავალ, რომ ძალიან მოგაწყინოთ თავი და იმის დამუშავების დეტალებზე დაგელაპარაკებით. ასევე მნიშვნელოვან საკითხს შევეხები და კითხვებს დავაუდები თუ გაქვთ ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში რაც გავიარეთ. როცა რაღაც ვიზუალზე იწყებთ მუშაობას, ეს როცა ძალიან თავისუფალი ვიზუალი არის და თქვენ პირად ინტერესებს ემსახურება სხვა საქმეა, მაგრამ თუ თქვა რაღაც კონკრეტულ დაკვეთაზე მუშაობთ, გირჩევთ რომ თავიდანვე შეიმუშაოთ ხოლმე ფერების სისტემა. თუ არ გაქვთ გაიდლაინი, რომელსაც დამკვეთი მოგაწყვით, რომ რაღაც კონკრეტული ფერების სპექტრი აქვს, რაშიც უნდა იმუშაოთ და თქვენზე არის დამოკიდებული ფერების არჩევა, არის ესეთი საიტი colors.co start generator. აი აქ შეგიძლიათ რომ კლავიატურაზე spaces დაჭერით, ავტომატურად აგენერირებს რაღაც ფერებს, რომლებიც ერთმანეთთან კარგად მიდის. ჩვენ ფერების ფსიქოლოგიასაც გავივლით და ამის გამოყენებას გრაფიკულ დიზაინში, ამას ცალკე ლექცია ეთმობა და ამას უფრო დეტალურად შევხედავთ. თუმცა აი აქ თქვენ შეიძლება ესე ეძებოთ. მე შეიძლება რაღაც კონკრეტულად ერთი ფერი მოგეწყნოთ. ამ ფერს ბოქლომი შეგიძლიათ დაადოთ და უკვე დანარჩენ ფერებს ამ ფერთან მემართებაში გიჩვენებთ. მე შეგიძლიათ სხვა ფერს დაადოთ ბოქლომი და აი ასე შემდეგ. ეს რაში გეხმარებათ? თქვენ როცა რაღაცა ფერების სისტემა შეიმუშაოთ, თქვენი კონკრეტული სამუშაოსთვის შეგიძლიათ ეს ჩასკრინოთ. აი ესე მარტივად გადმოიტანოთ თქვენ სამუშაო სივრცეში. და თქვათ, რომ ეს არის თქვენი ფერები. და ამასთან მიმართებაში ისი ახსნა მინდა. თქვენ როცა აი ამ ფერებს აირჩევთ, შეგიძლიათ ეს ფერები უკვე შეინახოთ თქვენ სამუშაო სივრცეში. აი მაგალითად. airdrop ხელსაწყოების განყოფილებაში არის ეგრეთ წოდებული გამოვიყენებ ამ სიტყვას ბოდიშით და პიპეტკას ვეძახით. ფერებს იღებს ნებისმიერი წერტილიდან. და აი ამ ფერს როცა არჩევთ, რომელიც გჭირდებათ, სვოჩების ფანჯარაში, უკვე ილუსტრატორში შეგიძლიათ რომ ესე ხელი მოკიდოთ და შეაგდოთ. და ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ამ ფერს ვარჩევთ, ჯობია შეაგდოთ, მაგრამ შეგიძლიათ აი აქედან პლუსიც დაამატოთ. და აი აქ გლობალის მანიშნებელს თუ მონიშნავთ, ეს რას ნიშნავს, რომ ამ ყვითელ ფერს სადაც გამოიყენებთ, აი ამ ობიექტზე, მაგალითად ამ ობიექტზე და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დიდი ნახატი გაქვთ რაღაცა, ძალიან ბევრი ობიექტი არის, სადაც ამ კონკრეტულ ყვითელ ფერს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თუ ერთ დღესაც ვიღაცამ გითხრათ, რომ ეს ყვითელი მე არ მომწონს და მირჩევნია, რომ რაღაცნაირი სტაფილოსფერი იყოს, უბრალოდ თქვენ სვოჩების განყოფილებაში შეხვალთ. ამ ფერს ესე ხელს მოკიდებთ და შეგიძლიათ რომ შეცვალოთ და ყველგან ეს ფერი სადაც გამოყენებული გაქვთ შეიცვლება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გლობალი გაქვთ მითითებული სვოჩებში თქვენი ფერის დამატების დროს. ილუსტრაციაზე სამუშაოდ და ნებისმიერ პოსტერზე სამუშაოდ ეს ძირითადი ფერები გერჩევთ ხოლმე რომ გამოიტანოთ ცალკე სვოჩებში დაამატოთ და იქიდან გამოიყენოთ ხოლმე გაგიმარტივებთ სამომავლოდ საქმეს, თუმცა თუ დაგავიწყდეთ ეგრე შენახვა კონკრეტულად რომელიღაცა ფერის, ეგეც არ არის პრობლემა, შეგიძლიათ მონიშნოთ ეს ყვითელი ფერი და აქ ზევით პარამეტრების განყოფილებას ბოლომდე თუ გავყვებით, აი ამ ხელსაწყოზე დაჭერით ყველგან იგივე ფერს მოგინიშნოთ. და მე შეგიძლიათ რომ იქ შეცვალოთ თქვენი ფერები. რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, თუ რამე კითხვა გაქვთ, გისმენთ, თუ არა და ილუსტრაციაზე გადავალ, რომელიც უკვე დასრულებული მაქვს და იქ უკვე ფერებსაც უფრო დეტალურად დაგელაპარაკებთ. აი ფერი ხომ? ოკეი. ოკეი. მოკლედ ამ პრინციპით
ამ პრინციპით დღეს თქვენთვის შევქმნი ეს ილუსტრაცია. ამ ნახატზე კონტურების შემოვლებით, მოდი ამას ესე აქეთ გადმოვიტან, რომ ეტაპობრივად მივყვეთ. მოკლედ, პირველი საფეხური, როცა ჩვენს ფოტოს, ისევ ფოტო აქაც უნდა მქონდეს, აქ გამოჩნდება, ბატონო. ჩვენ ფოტოს, როცა კონტურებს შემოვავლებთ, კონტურების შემთხვევაში ვიყენებთ განსხვავებულ ფერს, რომ დავინახოთ რა ხდება. შემდეგ ვიწყებთ უკვე ფერების ჩასხმას. აი, ამ შემთხვევაში, სანამ ფერებს ჩავასხავდით, მოდი შევხედოთ, როგორ გამოიყურებოდა ჩვენი ვიზუალი. თუ დააკვირდებით, აი, ფოტოს შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტი არის, სად დასვათ აქცენტები. აი, ამ შემთხვევაში ეს ხაზი შეიძლება ვიღაცამ არ გამოიყენოს, ეს ზოლი შეიძლება ვიღაცამ სხვანაირად გააკეთოს. აქ დაგეხმარებათ ხატრული უნარები და რაღაცა აღქმა, ზოგადად ჭრდილის და ასე შემდეგ, რომ სწორად დასვათ აქცენტები, რომ ფორმა ესეთი ლამაზი გამოვიდეს და შეიძლება ძალიან მინიმალისტურად შემოხაზოთ, რაღაცა ლაქებად გააკეთოთ ვიზუალი, თუმცა საბოლოო ჯამში ის შედეგი მიიღოთ, რომ ყველა მიხვდეს, რომ თქვა ქართლის დედაზე არის ლაპარაკი. ამ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი დეტალია, თუმცა არა ჰიპერრეალისტური, მარტივად არის ხაზები გავლებული მარტივი პრინციპით და აი ამ ლოგიკას, რასაც წეგან ვისაუბრეთ, რომ აი ხელი ცალკე ჯგუფში გავაკეთოთ, სახე ცალკე ჯგუფში, გირჩევთ რომ მაგ ხერხს მიმართოთ ხოლმე, აქ ცალკე შეიძლება ის ცალკე დაჯგუფდეს და ასე შემდეგ. დასამუშავებლად უფრო მარტივია და თუ კოლაბორაციაც მოგიწევთ ხოლმე სხვა დიზაინერებთან, მათთვისაც გამარტივებული იქნება ეს საქმიანობა. რაცა უკვე კონტურებს ჩავასხავთ და ფერების არჩევის დრო დგება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია სვოჩების ფერების პალეტრა გამოვიყენოთ, ნებისმიერი ფერი, რაც მოგვინდება რომ ავარჩიოთ. აქ ისე რომ მოვნიშნო, უფრო უკეთესად აღსაქმელად. აი ამ ფერებზე ორჯერ დაჭერით, გადავდივართ ფერების განყოფილებაში და შეგვიძლია რომ აი აქ ესე ფერების მოძრაობით ნებისმიერი ფერი ავარჩიოთ და შევსაბამოთ. აი აქ ზევით უკვე ამ პატარა კვადრატში თუ ჩამოვხსნით, აი აქ არის library და აქ კიდე უფრო მეტი არჩევანი გვაქვს ფერების, გრადიენტები, რომელსაც თავისით გვთავაზობს, რომელიც შეიძლება ხშირად არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ გრადიენტების შექმნა, როგორი ფერით მოგეწონებათ. აქედან შეგიძლიათ რაღაცეები ცადოთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არც ისე კარგი არ არის ხოლმე. თუმცა გრადიენტების შექმნასაც ამ კურსზე ვისწავლით და შეგიძლიათ რომ თქვენი შექმნილი გრადიენტით ჩაასხათ ფერი. ამ შემთხვევაში მოდი ეს ფერი რაც არის არჩეული იყოს და შემდეგი საფეხური უკვე არის ხოლმე შუქ ჭრდილების გაკეთება. მოდი აქ ფოტოს ესე გადმოვწევ. ამ შემთხვევაშიც თუ აღქმა გვექნება, რა თქმა უნდა, უფრო ხატრული დაგვეხმარება, თუმცა აუცილებელი არ არის, იმიტომ რომ შუქს ჭრდილს ალბათ ყველა ვარჩევთ. ამის მიხედვით შეგვიძლიათ რომ შემოუვაროთ, შემოხატოთ ის ადგილები, სადაც ჭრდილები გინდათ რომ დაჯდეს, სადაც განათება გინდათ რომ იყოს და ასე შემდეგ. აი ესე. ჭრდილის შემთხვევაში შეგიძლიათ რომ უბრალოდ შავი ფერი ჩაასხათ და გამჭირვალობა დააკლოთ. ამასაც განახებთ ბანან როგორ ხდება, აი აქ შავ ფერს თუ ჩაასხავთ და ზევით აი ამ განყოფილებაში გთავაზობთ პარამეტრებს, რომ ნებისმიერ ობიექტს რაც მონიშნავთ, მისი პარამეტრები ჩდება აი აქ ზევით განყოფილებაში, ზომა, გამჭირვალობა და ასე შემდეგ. opacity არის გამჭირვალობა ყველა Adobe-ს პროგრამაში, ასევე ძალიან საჭირო
ამბავი და opacity-ის დაკლებით და მომატებით შეგიძლიათ რომ გამჭირვალობა შეცვალოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჭრილი ესე გამოიყენოთ. მე ვიყენებ ხოლმე რაღაც კონკრეტულ ფერს, რომელიც კარგად ჯდება როგორც ჭრილი ყველგან. და თეთრს განათებისთვის გამოვიყენე თეთრი ობიექტები, რომელსაც 20% გამჭირვალობა მივუთითე აი აქ და საბოლოო ჯამში გამოვიდა ესეთი ვიზუალი. შემდეგი დეტალი, რისი შემოტანაც მინდოდა არის ჩვენთვის ალბათ უკვე ყოველთვის ტკივნეული და კარგად ნაცნობი ჩვენი ვარსკვლავები. ვარსკვლავების და ობიექტების შექმნა აქ თქვენთან შეგიძლიათ, თუმცა ესეთი რაღაცეებისთვის, მაგალითად როგორც არის ევროკავშირის დროშა, თქვენ არ იწვალოს და სათითაოდ არ ხატოთ ხოლმე ესეთი რაღაცეები, არსებობს უფასო ვექტორული გვერდები, როგორც არის FreePik და ბევრი სხვა, სადაც გირჩევთ რომ არ შეეჩვიოთ ხოლმე განსაკუთრებით დასაწყისში მუშაობის, იმიტომ რომ ბევრი მზა პროდუქტი ვექტორული გდევს და შეგიძლიათ გამოწევოთ და გამოიყენოთ ხოლმე, თუმცა ისეთ მარტივ რაღაცეებზე შეგიძლიათ რომ დაიხმაროთ და ამაში დრო არ კარგოთ ხოლმე. თუმცა აი აქ არის ჩვენი ვარსკვლავის 4 კუთხის თუ დიდხანს დააჭერთ, აი აქ ჩდება ვარსკვლავის ხელსაწყო და ესეც შეგიძლიათ მარტივად თქვენით დახატოთ. ამ შემთხვევაში და მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის, როცა გვინდა რომ როგორც თქვით, ნებისმიერი ახალი ობიექტი წინა ობიექტის ზევით თავსდება, თუმცა ამის შეცვლა შეიძლება მოგვინდეს ხოლმე. ამიტომ Ctrl+C-ით, ჩვეულებრივად დაკოპირების ფუნქციით, ან Ctrl+X-ით, cut-ის ფუნქციით, შეგვიძლია რომ რაღაც ობიექტი, რომელიც ეხლა მაგალითად ამ ფოტოს ზევით არის, ამ ობიექტს თუ მოვნიშნოთ Ctrl+X-ით გავუკეთებთ cuts და გვინდა რომ ამ ობიექტის უკან ფოტოს უკან გაჩნდეს, ამ ფოტოს მოვნიშნავთ და Ctrl+B-ს, ანუ Ctrl+B-ს მივცემთ და ეს ღრუბელი აღმოჩნდება უკვე ჩვენი ობიექტის უკან. ამით შეგვიძლია ხოლმე რომ ჩვენი ლეიერები ილუსტრატორში ჩვენით დავარეგულიროთ. ანალოგიურად Ctrl+X-ით, Ctrl+F-ს თუ დავაჭერთ, ზევით აღმოჩნდება ამ კონკრეტული ლეიერის. შემდეგი დეტალი, რაც მნიშვნელოვანი და ცალკე ლექსია არის ჩვენს კურსში, არის ტიპოგრაფია. ქართულ ენაში საქმე უფრო რთულად გვაქვს, იმიტომ რომ არ გვაქვს ბევრი ფონტები, გვაქვს უკვე საინტერესო ფონტები, რაღაცები ნელა იქნება, თუმცა არ გვაქვს ძალიან ბევრი ფონტი, უმრავლესობა სჭირდება ლიცენზია და ამასაც ხშირად უნდა დავაკვირდეთ ხოლმე. ინგლისურ შემთხვევაში გვაქვს უფრო დიდი თავისუფლება და უბრალოდ Google ფონტებში რო შეხვიდეთ, მანდაც შეგიძლიათ რომ Google ფონტებში, აი აქ შეგიძლიათ ხოლმე რომ მოიწიოთ თქვენთვის სასურველი ფონტები, აქ ყველა ფონტი რაც არის ლიცენზირებული, მოყვება კიდეც. ნებისმიერი ფონტის დაყენება Windows-ზე თუ იცით, მაგასაც ყოველ შემთხვევაში ლექციების დროს ისწავლით, ნებისმიერი ფონტი რაც კომპიუტერში გექნებათ, ავტომატურად გამოჩნდება თქვენს პროგრამებში. ამიტომ რაც მოგეწონებათ დაინსტალირებთ, ის შეგიძლიათ რომ გადმოტანა არ სჭირდება, პრინციპში ავტომატურად აისახება პროგრამებში. ამ შემთხვევაში ილუსტრატორის პლუსი Photoshop-თან მიმართებაში ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ფონტები დავშალოთ, ობიექტებად გადავაქციოთ და მერე შევცვალოთ. აი ამ შემთხვევაში რასაც გულისხმობ არის ის, რომ ეს კონკრეტული ფონტი არის Grigol Ropagis-ის რეგულარი და მე მინდა რომ რაღაცა ცოტა სხვანაირი იყოს, არ იყოს ძალიან ფონტური ფონტი, რასაც ვაკეთებ, ობიექტში შევდივართ. ეს მხოლოდ ფონტებზე არ მოქმედებს, ნებისმიერ სხვა ობიექტს იგივე შეგვიძლია რომ გავუკეთოთ. ობიექტში შევდივართ, Expand-ს ვაძლევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ამ ფონტს რაღაც სხვა ნაწილებს აშორებს. შემდეგ Expand Appearance მივეცით, ეხლა ვაძლევთ Expand-ს, ეს ნიშნავს, რომ შლის ობიექტებად და ფერად. და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ამ გრუპს თუ მივცემთ,
ეს ჩვენი ფონტი აღარ არის უკვე ცალკეული ობიექტები და შეგვიძლია რომ აი ესე რომ შევხედავთ შედგება ზუსტად იმ წერტილებისგან, რაზეც წელს ვისაუბრეთ და შეგვიძლია რომ დავამუშაოთ ხატულად შევცვალოთ რაღაცეები რაღაც ადგილები გამოვწიოთ, მივწიოთ და ანუ მოკლედ მოვარგოთ ჩვენს გემოვნებას თუ რაღაცა უფრო ისეთი გვინდა იმ შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ფონტიც ანალოგიური ლოგიკით შეგვიძლია რომ დავამუშაოთ ამ შემთხვევაში ცოტა ესე მოვეკიცი რაღაცეები ცოტა გლიჩური ტალღები მინდოდა მაგრამ დროშიც ვაღარ ჩავეტია სამწუხაროდ მაგრამ ხო აზრი გასაგები იქნება აი დაახლოებით ესეთი რაღაცების ცვლილება შეგიძლიათ და უკვე საბოლოო შედეგისთვის ღრუბლებიც ანალოგიურად შეგიძლიათ რომ რაიმე ფოტო გადმოწეროთ რეალური, არარეალური და იგივე პრინციპით როგორც ქართლის დედად ვხატეთ, იგივე პრინციპით ზუსტად შეგიძლიათ რომ ეს ღრუბლები დახატოთ. გირჩევთ რომ არ გამოიყენოთ ხოლმე მზა ვექტორული ობიექტები ჯერჯერობით მაინც, სანამ სწავლის პროცესში იქნებით, თუმცა მე რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ მარტივ რაღაცებზე დაიხმაროთ. ჩვენი საბოლოო შედეგი მოდი დავუბრუნდები თავიდან რო არ ვალაგო. იქნება ესეთი და ამის შემდეგ როგორ ვიქცევთ. ეს არის ჩვენი პოსტერი, რომელიც ესე რომ ადგეს და დაიბეჭდოს უკვე გამზადებული არის საბეჭდად. საბეჭდად გაგზავნის დროს აუცილებლად გადაყავს SMIC ფერებში, ამ შემთხვევაში თავიდანვე გავაკეთებდით SMIC-ში, რომ ვეჭდავდეთ, მაგრამ რადგან ციფრულად დავუქვათ დღეს რაღაცების ეგრე იყოს და აუცილებლად უნდა გავგზავნოთ TIFF ფორმატში. თუ თქვენ PDF ფორმატში ვაგზავნით, ჯობია რომ არ გავგზავნოთ ხოლმე, თუმცა ეგეც შესაძლებელია. აუცილებლად მაგ შემთხვევაში თუ ფონტი არ გაქვთ შეცვლილი, ანუ ესე არ დაგემუშავებიეთ, როგორც ჩვენ წერან გავიარეთ, აუცილებლად უნდა დაშალოთ ობიექტებად და ისე გააგზავნოთ და ის ყოველთვის გაითვალისწინეთ საბეჭდად როცა აგზავნით PDF ფაილს. Query ფონტსაც იყენებთ, თუ ის ფონტი არ აქვთ დაინსტალირებული კომპიუტერში, არ გაუხსნით, ან გაუხსნით არასწორად და შეიძლება გაიმაზოთ და გამოვიდეს ძალიან არასწორი ვიზუალი. ამიტომ ეს რაც წერან გავაკეთეთ უბრალოდ ტექსტის დამუშავების შემთხვევაში, აუცილებლად ნებისმიერი ტექსტის შემთხვევაში object expand სანამ საბეჭდად გავაგზავნით. ამიტომ გირჩევთ ხოლმე შენახვის დროს, შეინახოთ სამუშაო ვერსია, სადაც ფონტი არის მუშა მდგომარეობაში და დარედაქტირებადი არის და print ვერსია შეინახოთ ხოლმე ცალკე, ერთმანეთს არ გადააწეროთ, იმიტომ რომ ამას როგორც ობიექტად გადააქცევთ, ამას როგორც ვეიზავთ, მისი დარედაქტირება როგორც ტექსტის აღარ შეგიძლიათ, ამიტომ ზედმეტი თავისკეველი არ გაიჩინოთ და სამუშაო ვერსია შეინახეთ ცალკე. ჩვენი ილუსტრატორში შექმნილი ილუსტრაცია რომ დასრულდება და საბეჭდად გავაგზავნით, ჩვენ როცა გვინდა რომ ჩვენი ნამუშევარი ვანახოთ და უმკვეთს და მოვაწონოთ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის მოკაფები. და რას ნიშნავს მოკაფები? მოკაფები ნიშნავს რეალურ ფორმაში ჩვენი ვიზუალების გადატანა. მაგალითად თუ ბოთლზე ვაკეთებთ პრინტს, ბოთლის მოკაპში ვანახებთ, როგორ გამოვა ჩვენი შექმნილი ვიზუალი. მოდი ახლა მაგასაც რო შეხედოთ. აი მაგალითად ჩანთის ვიზუალს ვაკეთებთ, უნდა გადმოვწეროთ მოკაფის ფაილი და ჩვენი ვიზუალი, ჩვენ შექმნილი ვიზუალი მოვარგოთ საჩვენებლად. ეს აუცილებლად ძალიან დაგეხმარებათ იმისთვის, რომ თქვენი თავის და თქვენი ნამუშევარის პრეზენტაცია მოახდინოთ. მე გერჩევთ, რომ მოკაფის გარეშე არასდროს ნამუშევარი არ ანახოთ დამკვეთს და დამიჯერეთ, რომ 10-ჯერ მეტად იზრდება მოწონების და გაგების коэффициенти დამკვეთის მხრიდან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხვდებიან ხოლმე რანაირი უნდა გამოვიდეს, რასაც გავაკეთებთ და ეს ეხმარებათ მათ ამ რეალობის აღქმაში.
ამ შემთხვევაში გვჭირდება უკვე Photoshop-ი. მოკაფების გამოწერა შეგიძლიათ ძალიან ბევრი საიტიდან, როცა რაღაცებს გააკეთებთ, შეგიძლიათ უბრალოდ არ ვიცი, beg mockup free PSD Google-ში ჩაწეროთ და ამოგიგდებთ ბევრ ვარიანტს. ცოტა რთული სისტემა აქვს ხოლმე რაღაც საიტებს, რომ ლინკიდან ლინკზე გადაგიყვანთ და ასე შემდეგ, მაგრამ მარტივი არ არის მოკლედ მოკაფების მოძიება, თუმცა შესაძლებელი. და როგორ გამოიყენება რაღაც კონკრეტულ მოკაპს რო იპოვნით, გადმოწერთ, ძირითადად არის ხოლმე zip ფაილები, ამ zip ფაილს მოყვება ფოტო და PSD ფაილი, PSD არის Photoshop-ის სამუშაო ვერსია, ამ შემთხვევაში გაგჭირდებათ PSD ფაილი. Photoshop-შიც იგივეს არის, რომ შეხედოთ ინტერფეისი ძალიან გავს Illustrator-ს, თუმცა აქ არის ბევრი სხვაობა, მაგრამ ძირითადი ხელსაწყოები და ზევით განლაგება ასე შემდეგ იდენტურია. Photoshop-ს იგივე პრინციპით იხსნება, შეგიძლიათ Ctrl-O-T შემოიტანოთ რისი გახსნაც გინდათ, ან ესე ხელით შეაგდოთ როგორც წეღავქელი. მოკაპის გახსნის განმოწერის შემთხვევაში ამოგიგდებთ ლეიერების განყოფილებას. ლეიერების განყოფილება არის ფენები, რასაც წეღან ვისაუბრეთ, რასაც ძალიან დეტალურად გავივლით უკვე კურსის განმავლობაში. Smart Object-ად გადაქცეული ლეიერი, აი აქ კუთხეში რო აქვს ესეთი აიკონი, ეს არის ჩვენი მთავარი ასეტი. ამაზე ორჯერ ხელის ორჯერ დაჭერით. გვიხსნის აი აქ ცალკე ფაილს და აი აქ უკვე უნდა ჩავსვათ ჩვენი ვიზუალი. ამ შემთხვევაში Ctrl-O-T ხსნით ჩვენს Illustrator-ის ფაილს. Ctrl-O-T Illustrator-ის ფაილი შეგვიძლია PDF ფორმაში შევინახოთ. იგივე სამუშაო ვერსია არის. ხსნით ჩვენს ფოტოს. და ამ ცალკე აი როგორც ხედავთ, აქ პირველი არის mockup-ის ფაილი, მერე mockup-ის smart object-ი და ეს არის ჩვენი ვიზუალი, ეს ჩვენი ვიზუალი. ამ smart object-ის გახსნილ ცალკე ფაილში უნდა გადავიტანოთ. მოვარგოთ ამ ჩვენს ფორმატს. და Ctrl-S-ით, ან file save-ით და აქეთ რო განმოვათ, ეს ჩვენი ვიზუალი უკვე mockup-ში აღმოჩნდება. Mockup-ების პლუსი ის არის, რომ აი აქ ძალიან ბევრი ლეიერი მოყვება ხოლმე და გვაძლევს საშუალებას, რომ დავამუშაოთ ეს ჩვენი mockup-ი, შეიძლება რაღაცები გავუქროთ, რაღაცები მოვამატოთ და ასე შემდეგ. რაც სიმქე შეიძლება არ მოგვეწყნოს. ასე შემდეგ. გარდა ამისა, ცალკე აი აქ ლეიერებს თუ ჩამოვყვებით, ცალკე აუცილებლად მოყვება ხოლმე ფონის ლეიერი, რომელზეც ორჯერ ხელით დაჭერეთ, შეგიძლიათ რომ რაიმე ფერი ავარჩიოთ და ფონით შევცვალოთ. აი ამ სახით უკვე პოსტერის შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მარტივად გქონდეთ საქმე და მარტივად აღიქვან რაზე არის საუბარი, მაგრამ ამ სახით უკვე როცა აგზავნით, უფრო გასაგები ხდება ხოლმე დამკვეთებისთვის 99%-ში უფრო მეტად მოწონთ. აქ შეგიძლიათ Photoshop-ში გადმოტანის შემთხვევაში, როცა უკვე დასრულებულ ილუსტრაციას გადმოიტანთ, ან ბევრი რაღაცა ფუნქცია არსებობს, რითიც შეგიძლიათ რომ უკვე ეს დასრულებული ვერსია დაამუშაოთ, შეგიძლიათ რაღაც ფილტრები დავამატოთ, ფერი შევცვალოთ, ასე შემდეგ. თუმცა იცოდეთ, იმ წამსვე როგორც ნებისმიერ Illustrator-ის ფაილს ხსნით Photoshop-ში, ის ხდება უკვე რასტრი. ანუ ამას რო გავადიდებ უკვე პიქსელებს დავინახავ და Illustrator-ში გვაქვს აი ესეთი გამოსახულება, სადაც პიქსელები არასდროს არ ჩანს. თუმცა პლუსი ის არის, რომ Illustrator-ის ფაილი შეგიძლიათ ნებისმიერ ზომაში გახსნათ, ასე რომ არ არსებობს ზომა თითქმის რომელზეც ვერ გახსნით, რომ ძალიან კარგი ხარისხი არ გქონდეს. კი ბატონო, ეს არის დღევანდელი ჩვენი ამბავი, თქვენ რამე კითხვები თუ გაქვთ გისმენთ, ან კურსთან დაკავშირებით, ან დღევანდელ ნამუშევრთან დაკავშირებით.
კურსი როდის იწყება? სოფია კითხულობს. კურსი მე როგორც ვიცი, წესით იწყება შემდეგ ხუთშაბათს, თუ რამე არ შეიცვალა. კი, ახლა გადავამოწმე მეც და მოვდეთ. თარიღი არის 20 იანვარი, 20 იანვარს ტარდება საკოორდინაციო, როგორც ვიცი და ხუთშაბათს იწყება უშუალოდ პირველი შეხვედრა. ორშაბათობით და ხუთშაბათობით არის შეხვედრები. საღამოს 8-დან 10-მდე. ოკეი. ჩანაწერები კეთდება, თუ გააცდენთ, ან შეგაგვიანდებათ, მერე მოგვიანებით მომდევნო დღეს აიტვირთება ხოლმე და კურსის ჩანაწერებზე წვდომა გექნებათ კურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში კიდევ. როგორც გითხარით, კურსის დასრულებისას, როდესაც გექნებათ 80 საათზე მეტი ქულა, დამატებით კიდევ ერთ თვიან პრაქტიკას გაივლით, სადაც სხვადასხვა დავალება გექნებათ მოცემული, იქაც რა თქმა უნდა უკავშირები გექნებათ ხოლმე და გავამრავალფეროვნებთ თქვენს პორტფოლიოს ერთობლივად. სხვა შეკითხვები? აბა, ამოვშთ. როგორ მოგეწონათ ჩვენი საბოლოო შედეგი? მეც ძალიან მომეწონა. შეგიძლიათ ჩართოთ მიკროფონი და მასე გაგვიზიაროთ. ან რამეზე ხომ არ გინდათ ჩაეკითხოთ, გაგიზიაროთ თავის გამოცდილება სალიმ. მე მაქვს ერთი კითხვა. თავდაპირველად ძალიან მომეწონა ეს პოსტერი, მაგრამ აი ერთი კითხვა მაქვს, უშუალოდ აი პოსტერს რო გავაკეთებთ, ვერ ჩემთან გაჭირდა თუ შეიძლება თქვით, მაგრამ რო დავაზუსტო, აი მაგალითად თქვენ მე მგონი თქვით, რომ PDF ფორმატში შეინახვისგან შეიკავეთო თავია და აი რა ფორმატში უნდა შევინახოთ ან როგორ ოკეი, მაგასაც მოდი ეხლა ხო, ესეთი ოფშენები გვაქვს, მაგას უფრო დეტალურად და დაწვრილებით კურსის დროს ხსნით, მაგრამ PDF ფაილად ვინახავ ხოლმე ყოველთვის სამუშაო ვერსიებს. PDF ილუსტრატორის შემთხვევაში ვიძახი, როცა PDF save-ით როცა ვინახავთ, აი აქ გვაქვს რამდენიმე ჩამონათვალი, ილუსტრატორის ფორმატი EPS-იც ასევე არის ილუსტრატორის ფორმატი, მე ყოველთვის ვინახავ ხოლმე PDF-ად სამუშაო ვერსიებს. PDF შემთხვევაში თქვენ თუ გააგზავნით სტამბასთან, მიდის ზუსტად ისეთი ვერსია, როგორცაც თქვენ კომპიუტერში ხედავთ. ეს ნიშნავს, რომ მისი რედაქტირება არის შესაძლებელი. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე ისეთი პრობლემები, რომ შეიძლება რაღაცა გრადიენტი გქონდეთ გამოყენებული და დაზიანდეს გახსნის დროს, ან ფონტი არ გაუხსნას და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ რომ თავიდან ავირიდოთ, გირჩევთ, რომ შეინახოთ ხოლმე TIFF ფორმატში. აქედან ექსპორტით შეგიძლიათ რომ ეგ გააკეთოთ. მოდი ცოტა სწრაფად ვქენი მე მგონი, მაგრამ აი ესე განახებთ. ექსპორტით შეგიძლიათ რომ TIFF ფორმატში შეინახოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მაღალი ხარისხის ფოტოდ გადააქცევს, უკვე ზომაზე დასმული როცა გაქვთ და ყველაფერი გასწორებული, TIFF ფორმატში შეინახოთ და გაუგზავნოთ საბეჭდად. JPG ფორმატს არ გირჩევთ, TIFF ფორმატი არის, რომელიც ხარისხს უნარჩუნებს კარგად, ცოტა დიდი ზომის გამოდის ხოლმე, მაგრამ ნუ არა უშავს, როცა რაღაცას ბეჭდავთ, მაგ დროს ხარისხი და რეზოლუცია გასათვალისწინებელი არის, რეზოლუციასაც და მაგ დეტალებსაც გაივლით 300 წერტილი, აი მოდი Photoshop-ში რო შევხედოთ, მაგასაც უცბად აღიხსნით. ილუსტრატორში არ ვირჩევთ მაგას, იმიტომ რომ ილუსტრატორში ყველაფერს კარგი რეზოლუცია აქვს, მაგრამ Photoshop-ში მაგალითად ახალ ფაილს როცა ვქნით, აი აქ გვიგდებს რეზოლუციის ფანჯარას, ყველაფერს რასაც ვებისთვის, ანუ ინტერნეტისთვის და ეკრანისთვის გააკეთებთ, ყველაფრისთვის 72 არის საკმარისი და საჭირო რეზოლუცია, მაგრამ ყველაფერი რასაც დაბეჭდავთ, თუ ძალიან დიდი ზომის ბანერი არ არის, 300 უნდა მივუთითოთ რეზოლუცია. თუ ძალიან დიდი ზომის ბანერს ბეჭდავთ, მაგალითად 6 მეტრის 3 მეტრზე, მაგ შემთხვევაში შეიძლება 50-იც საკმარისი იყოს, იმიტომ რომ შორი ხედვისთვის არის და იმ უხარისხობას ვერ დავინახავთ, თუმცა
პოსტერები და რაღაცა ბლოკნოტები და ასე შემდეგ, აუცილებლად 300 წერტილით უნდა შეინახოთ და ტიპ ფორმატში გაუგზავნოთ ხოლმე საბეჭდი ფაილი. თუ კონკრეტულად რამე სპეციფიურად შეიძლება სხვა ფორმატში მოგთხოვან, მაგის შენახვა ძალიან მარტივად სასწაული და დასამოყრომებელი. ძალიან დიდი მადლობა. მერქს. და შეკითხვა არის დასმული. მაინტერესებს ილუსტრატორში თუ შეიძლება ფენთულის პირილაკის შეცვლა სხვა ღილაკი. კი, შეიძლება, მაგრამ გირჩევთ, რომ ესეც ფუნდამენტურ ხელსაწყოებს არ შეეხოთ ხოლმე, რომ შეიძლება ძალიან აგირიოთ რაღაცები, თუმცა შემიძლია გაჩვენოთ, როგორ შეიძლება რომ keyboard-ებს მიანიჭოთ. თქვენი შორტკატები, edit-ში რო შეხვალთ, აი აქ keyboard shortcuts არის და აი აქ გიგდებთ უკვე ყველა ფანჯარას, ყველა ხელსაწყოს, ამ შემთხვევაში აი პის შემთხვევაში რომ მონიშნოთ და აი აქ შეწეროთ რაღაც სხვა წამით. არ იქნება ლამაზი ექსტრაქცია, მაგრამ მიგარეს რომ სამიფიქრე. Რატომაც არ მაცვლევინებს, ალბათ არ გამოვაბშთა მიშა. ესე არ ვისაუბრ. ხო, აი ის შემთხვევაში ეგეთ ფუნდამენტურ ხელსაწყოებს მე მგონი ცოტა პრობლემატური იქნება შეცვლა, მაგრამ აი სხვა რაღაც ნებისმიერ ხელსაწყოს, რომელსაც აი ნახეთ, აი აქ გვერდზე შორტკატები მინიჭებული, რაღაცებს არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ, რომ აი პოლიგონს მიანიჭოთ რაღაცა, თუ რამეს ისეც დააჭერთ, რაც უკვე სადღაც გამოყენებული არის, აი აქ ამოგიგდებთ ესეთ ყვითელ ძახილის ნიშანს და გეტყვით, რომ ეს უკვე გამოყენებულია რაღაცა სხვა ხელსაწყოსთვის და მე შეიძლება shift-ით, control-ით, რაღაცების მიმატებით გამოიყვანოთ, მოკლედ ის შორტკატი, რაც თქვენ გინდათ. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როცა რაღაცა კონკრეტულ მოქმედებას, რომელიც არასდროს იმის მერე არ დამჭირვებია და ძალიან ხშირად მჭირდებოდა სტამბაში, ეს იყო რაღაც ობიექტებზე კონტურის სწრაფად გაკეთება, მაგისთვის მქონდა შემუშავებული ჩემი შორტკატი, რომელიც საკმაოდ რთული იყო, რაღაც 4 ასოს კომბინაციით იყო, მაგრამ იმდენად სწრაფად ვაკეთებდი, რომ ანუ აღარც ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლავიატურიდან უკვე მითვისებული აქვს რაღაც ობიექტებს და ახალი რაღაც შორტკატი რომ შექმნათ თქვენთვის მოსარგები შეიძლება ბევრი სიმბოლოს გამოყენება დაგჭირდეთ. თუმცა ამ ფანჯრიდან შეგიძლიათ რომ აი keyboard shortcut-დან შეგიძლიათ რომ ეგ რაღაცები მოიყვანოთ.